დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში და როგორი კარგი სტუმარი შემოგვიერთდა, უფრო სწორედ სტუმრები შემოგვიერთდნენ და აი აქ ვხედავთ ერთის ნაცვლად ორი. ჩემი ძვირფასი და უსაყვარლესი მეგი გოგიტიძე, ბენდის გარდა აქ სამი სტუმარი. სამი სტუმარი ყავს აკერაკ. მეგი მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან, იმიტომ რომ ბავშვი უკვე გზაზე. მეცხრე თვეში ხარ უკვე და ნუ არ ნებდები, არ ჩერდები და ხარ ისეთ ენერგიაზე და გამოიყურები არაჩვეულებრივ. ბავშვი მოუხდება ძალიან, ეს არის ერთგვარი თერაპია ბავშვისთვის. როგორ არ დაგეთახმა, მეც იგივე პრაქტიკა მაქვს. მოგესალმებით. ვუთხრათ რომ მეგი მოგიტანა ახალი სიმღერა, რომელსაც ჩვენ ცოტა მოგვიანებით ბლოკის დასასრულისკენ მოვისმენთ. მანამდე რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისთვის და მოგვიყევი შენი გეგმების შესახებ, შენი მდგომარეობა ეხლა რის საშუალებასაც გაძლევს ბუნებრივია იმის მდგომარეობაში ლაპარაკობს უკვე საკუთრებზე. მოგესალმებით ყველა, ძალიან მიყვარს თქვენი გადაცემა, თქვენი არხი. ძალიან მიყვარხართ თქვენც და რა ვიცი, ძალიან მიხარია რომ დღეს აქ ვარ და აქ მიწევს სიმღერის პრემიერა. მე და ჩემს მეგობრებს სხვა რა ვიცი, baby in the way. ნუ ეხა ეს არის უკვე მეორე შველოდები, ერთი მყავს წლინახევრის და ალბათ იცით ის პირველიც კი ნაღამ სცენაზე გავაჩინე. ისეთი მდგომარეობა ხოდა შანსი არა, ორივე სცენაზე იქნებიან. ჩაიარა ყველაფერმა და გამეორე და ეხლა ეს უკვე ესეც ნუ მთელი 9 თვე ხომ ღერი ვარ და რაღაცა გიჟივით იქეთ აქეთ და მე დღეს უკვე ვატყობ ჩემ თავს რომ დავდივარ რაღაც ბავშვები ესე მიყურებენ უკვე ნუ ძალიან დიდიაო ალბათ ძალიან თვეშიაო და უკვე ვფიქრობ რომ მეთქი всё უკვე baby on the way გასაგებია მაგრამ კომპოზიცია ახალი კომპოზიციაც on the way არის მოგვიყევი ახლა იმ ახალ კომპოზიციაზე რომლის სახელიც ჯერ არ ვიცი ხო მაგ სიმღერის სახელი მეც არ ვიცი იმიტომ რომ საერთოდ არ მიყვარს არაფერზე სახელის დარქმევა რაღაც ესე გამოდის ხოლმე რომ არც მიფიქრია რომ აი სახელი რა დავარქვა და რომ მკითხეს გუშინ სიმღერას რა ქვია სახელი მაგას მეკითხები რო იმღერებს ტექსტ რომ მოვიცი რომ ვიმღერებ მე დავარქვა ისე ტექსტი რადგან ვახსენეთ ძალიან საინტერესო ხო იმიტომ რომ სამი ელემენტისგან შედგება შეიძლება ესე ვთქვა არანჟირება რომელიც არის ჯონის ჩვენი GDS-ის ბენდის აუცილებლად ვიტყვი მაგასაც სიმღერა ტექსტუალურად სამი ნაწილისგან შედგება ანუ რას მოიცავს ეს რომ არის ტერენტი გრანელის ტექსტი არის ჩემი ტექსტი და არის ხალხური ხო აი მზეო ამოდი ნუ ამას ვიზავთ მოვისმენთ ხო რაღაცნაირად ისე შინაგანად წამოვიდა ესეთი სინთეზი არანჟირება არის აგერ ჩვენი ჯონი თითირაშვილის უნიჭერესი ჩემი საყვარლესი მეგობრის მე და ჯონის ძალიან დიდი გზა გვაქვს და არა მარტო მე და ჯონის ჩვენს ბენდს ერთ სიტყვით 17 წლიდან ერთად უკრავთ. ბენდის წევრები წარგვიწყდა. აუცილებლად ეს არის ზაზა ჯოჯუა ბასი. სულ კონფლიქტში ვართ ერთმანეთთან. არის საინტერესო მოვუძიებთ. არის დათო ლონდარიძე, შესანიშნავი გიტარისტი, ნათია მაღლაკელიძე. და გიგა ჩიხლაძე, დრამერი. ძალიან კარგი არის. ძალიან დიდი მნიშვნელობა გვისთან ერთად იქნება. არ შემიძლია შეიძლება იყოს რაღაც სუპერ ვიღაცები, მაგრამ ვერ რაღაცა გული გამეჭედოს და ვერ ვიმღერებ, რაღაც ჩამეწყდეს. თან მით უმეტეს შენაერ მომღერალს, რომელიც ძალიან ღრმა და ძალიან ემოციური და ძალიან გრძნობია. მაგაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ რა ვიცი, ძალიან მიხარია, რომ აი ამ ხალხთან ერთად ასე გაკეთდა ეს სიმღერა. შეეხება მელოდიას არის ჩემი, ტექსტი ნუ არანჟირება არის ერთი სულიმოც როდის მოგჯანო გულდაველოდო ეხლა მაგრამ ძალიან საინტერესოდ კონცეპტუალურად ძალიან საინტერესოდ არის გაკეთებული ეს სიმღერა. მაქსიმალურად ვეცადეთ რომ ეს ყველაფერი ყოფილიყო ცოცხალი ჟღერადობა და რა ვიცი მე მგონი კარგი გამოგვივიდა. ამას ცოტა ხანში დავუკვირდით. სალომავლოთ ხო არაპირებთ ან დისკის გამოშვებას ან კონცერტს თქვენს ავტოროს აი რა შეეხება ალბომს ხო? დისკს ალბომს ჯერჯერობით რაღაცნაირად ჩემი ტვინი მაგამდე რაღაცას რატომღაც ჯერჯერობით არ თვლი იმას ეჭრეთ რომ მე ახლა ალბომი უნდა გამოუშვა რაღაცა არა ვარ მაგ დაგიმატებთ რეპერტუარში სიმღერებს კი ძალიან მე ვიქნები უბედნიერის იმიტომ რომ ძალიან მიყვარს თქვენი მუსიკაზე ვგიჟდები კონცერტს აპირებ როგორ შეიძლება ალბომს შეიძლება ჯერ არა მაგრამ კონცერტს აუცილებლად შემოდგომაზე გავაჩინო აი ერთი საქმე გავაკეთოთ გოგო ბიჭი სხვათაშორის გოგო მეორე გოგო უკვე და ჩემი ქმარი გიჟგავს რა პირიქით ძალიან მაგარია მე ორი გოგო მყავდა მე ორი ბიჭი ხო აი მეც რაღაცა ჩვენც მაგზაზე წავალთ ალბათ თავი კიდევ კონცერტი მოასწრო აბა შვილები მყავს აბა და შვილიშვილები ერთ გოგო
გოგოს ყავს ბონიემი. სამი გოგო და ერთი. ალბათ ბონიემი. მე მიუხედავად რომ ამ მდგომარეობაში იყავი უკვე voice-ის პერიოდში, მე მგონი რომ კასტინგიც ორსულმა გაიარე, ხო? თუ უკრაინულ voice-ში სამი თვის ვიყავი რომ მივედი პროექტში და მე-9 თვემდე არ გამომაგდეს. ველოდებოდი ყოველდღე როდის. გამგომიზდებოდი ფეხმძიმე და იმ პირველ ბავშვზე ნუ ძალიან დიდი ვიყავი, უფრო გავსუქდი. თქვენ წარმოიდგინეთ ვიდრე ახლა, ხო და რაღაცა და ნუ ბოლომდე და ფინალის დღეს ასე მოხდა რომ ვიმშობიარე. და აი voice-ის გამოცდილებით იყო თუ არა ეს ის პროექტი რომელმაც რაღაც შენთვის გამოცდილების თვალსაზრისით, გაზრდის თვალსაზრისით და სამალოთ თუ ფიქრობ რომ ეგეთ პროექტში მონაწილეობა კიდე გჭირდება ან გეგმავ ან გეტყვი ახლა შენი მენტორები იყო ხო? ანილორა კი. ძალიან საყვარელი ადამიანი, დღემდე გვაქვს ურთიერთობა და კადრებს მეგობრობა. Summertime-ით იყო რომლითაც მოხიბლა ეს კომპოზიცია, რომლითაც ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მით უმეტეს მას შემდეგ რაც შემოტრიალდნენ რომ დაგინახეს როგორც იყო ფეხმძიმე. მაგრამ აღმოჩნდა რომ ფინალის დღეს იმაზე დიდი პრიზი მიიღე რეალურად ვიდრე ელოდებოდი ხო? კი და მაი კითხვასაც შეიძლება გამოძლება. საერთოდ ვფიქრობ რომ ყველაფერი აბსოლუტურად ამ ცხოვრებაში არის გამოცდილება. რა თქმა უნდა. დღევანდელი დღეც რაღაცას მე მომწევს აუცილებლად. ყველაფერი რაღაცას მაძლევს. თუ ამ კუთხით შეხედავ. მაშინ შეიძლება გაუაზრებლად იარო ადამიანმა და ვერაფერი ვერ მიიღო. მთელი ქვეყანა მსოფლიო და ის მოიარო და ვერ მიიღო, ვერ შეიგრძნო. მაგრამ მე რატომღაც სხვანაირად უყურებ. ჩემთვის ყველაფერი რაღაცის მომცემია. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა ამ პროექტმა ძალიან ბევრი რაღაცა მომცა. თუ დამჭირდა პროექტი, საქართველოში არ მგონია, მაგრამ აი ვაპირებ სადღაც სხვა ქვეყნებში წასვლას აუცილებლად რომ ვიმშობიარებ მერე ჩემი გზის გაგრძელებას იმიტომ რომ წმინდოდეს ვერ გავჩერდები არ შემიძლია არ შემოუკვდე ხო შეიძლება მოუკვდე ხო და თუ დამჭირდა თუ ჩემ გზას დაჭირდა აუცილებლად უკრაინის ამ პროექტმა ისე გაგიხსნა ხო გზა უკრაინაში რეალურად ხშირად გიწევს ხა ჩასვლა და თითქმის იქეთ ვარ ესე გამოსის მე ძალიან ბევრი შემოთავაზებებია კონცერტებში. კი, კონცერტები მქონდა ძალიან ხშირად. იქ არის აი ყვავილების ქვეყანა თუ გახდა პოპულარული. ეს ყვავილების ქვეყანა არის ყველაზე დიდი ხიტი მგონი რაც ამ პროექტში ის ხენი. ამ დღეს არა ხო SMS ლიდერი გავხდი, ნუ იმათმაც კი. აქ რაღაც როგორც ხედავ, აქაც გაერთიანებულია ყვავილების ქვეყანა და რაღაც ეს ახალია, ჩემი ინტერპრეტაცია თავიდან ბოლომდე იწყება ყვავილების ქვეყანაში და მე განარჩენი ტექსტი მოდის და მეც მიყვარს ხოლმე სხვათა შორის ჩემს სიმღერებში აი რაღაც კლასიკური პოეტის ტექსტი და სადღაც მე ჩემ ლექსს ლაზავებ ხოლმე. და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სიტყვები არ ესმოდა იქ უმრავლესობას მაყურებლების, მაინც გახდა ფავორიტი. ისეთი ემოცია მოდის რომ დარწმუნებული ვარ რომ ყველას ეს. ყველა ტირი, იმიტომ რომ მე აქაც ვტიროდი მე ერთი რაღაცა ვთქვა, რაც არასოდეს არსად არ მithქვამს. ერთადერთი სიმღერა, ალბათ თან ფეხმძიმეც ვარ აქა და მაგიტო, რომ მოვისმინე ეს სიმღერა, არასოდეს ჩემს სიმაზე არ, მაგრამ მე თვითონ ვიტირე, ანუ რომ რაღაცა და მეგი ოთახში? ჩემი და შემეწოდა თუ რაღაცა არ ვიცი. ეხლა დავფიქრდი ამ სიტყვაზე და იცი ძალიან მაგარი სიტყვა გვაქვს ქართველებს ორსული. ხო, სასწაული. ვიდრე ფეხმძიმე, იცი? რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ორი სული არის ამ დროს რა და კი. ყოველთვის ჯობია თქვა რომ ორი სული. შემჩნევას კი არ გაზრო თვითონ. ეხლა დავინახე ორი სიტყვა და ბევრად ლამაზი სიტყვა გვაქვს. ორი სული რა როგორც გულის ყური, სულ აკვირდები ამ აი გულის ყური რო დაფიქრე რა მაგარი რაღაცა. სანამ გულის ყურით მოგიწევთ და კითხოთ მოკლედ არ უნდა იყო მეუღლე და უნდა იყო სული და არ უნდა იყო ფეხმძიმე და უნდა იყო ორი სული. ერთი სული გვაქვს რომ ეს სიმღერა მოვისმინოთ. ერთი სული გვაქვს რომ გულის ყური. ერთი სული გვაქვს ორი სული. კი, მაგრამ მანამდე მინდა რომ კითხო, ალბათ თავიდან როცა იწყებდი 16 წლის იყავი, ხო, როცა ესე დაიწყე სხვადასხვა ადგილებში სიმღერა. ყოველთვის ისეთ ადგილას ვერ იმღერებდი, სადაც გესიამოვნებოდა და გაგიხარდებოდა, იმიტომ რომ რთული გზაა და ყველა კარი და ეს ეხლაც ესე სცენა, ეგ ყოველთვის იღება ესე. აი, ვიღაცა შეიძლება ეხა იწყებს და ამის გამო კონდეს დიდი იმედგაცრუება, ხო, რომ პირდაპირ ესე მარტივად არ მოდის, რომ ისეთ ადგილას იყო და ისე იმღერო და ის იმღერო, რაც სიამოვნებდა. საერთოდ არასწორია იმედგაცრუებით დაიწყო რაღაცა. ის ანუ მაგაზე არ უნდა იფიქრო. იმაზე არ უნდა იფიქრო, რომ შენ აქ არ უნდა მღეროდე და რას ვქვი აქ არ უნდა მღეროდე. მე ჯონი და ჩვენი სადარგვი რა ვიცი 17 წლიდან ამე პეროვის ბარი თუ იყო და დინამიკები და მიქსერები და სხვადასხვა ქართულ ამ სიტყვაში ძევს თავის პასუხი გაცრუება, ცრუობა ის. ხო. ისმის როცა რაღაცა გაგიცრუვდები
ესე იგი არ იყო. სრუე, არაფერი არ არის მნიშვნელოვანი. რამდენი სიტყვა აღმოეჩინა. რამდენ ადგილას არ გვიმღერია და რა თანხაზე არ გვიმღერია და რაღაცა, მაგრამ ახლა დღეს რომ დავждებით ამას ვიხსენებთ, აი ყველაფერს ხო არ მოუყვებით, მაგრამ აი ისე გემრიელად ვიხსენებთ და ისე მიყვარს ის პერიოდი, იმას მისი სილამაზე აქვს. რა თქმა უნდა. ხო, უბრალოდ უნდა მოახერხო რომ განვითარდე რაღაც ყოველთვის თქვა სუგული წდება რომ რაღაცა თქვა ბარში რომ ჩარჩება მაგალითად ადამიანი აი სურო იქავერებს და რაღაცა ესეც არ არის ჩავჩებოდი ბარში თქო. არა მგონია არა. თავისი ხიბლი ყველა პერიოდს თავისი ხიბლი აქვს. შემდგომ იყო ანუ რაღაცა ეტაპობრივად უნდა განვითარება მოხდეს, ხო? სადაც მე და შენ ერთმანეთი გავიცალეთ. შემდგომ ეს იყო ეტაპი იყო ვარსკვლავების აკადემია. ეგ იყო ჩემთვის პირველი პროექტი და რა ვიცი ცოტა ისე კი დამთავრდა, კი გახსოვს. მაგრამ შევიძინე შესანიშნავი მეგობრები აკერელი. ერთი სული მაქვს გულის ყურით მოვისმინო. ორ სულის. ხო და ახალი სიმღერა. აუცილებლად სიმღერასთან დაკავშირებით ვიტყვი ერთ რამეს. ამაში აუდიო ვერსია ჩაწერილია უკვე. სტუდიურად გაკეთებულია ეს უკვე და ჩაიწერა აი სტუდიოში და ძალიან დიდი მადლობა აი სტუდიოს. ეს პირველად მე როგორ ახლა ჯერ შევყევთ ლაპარაკს რომ ეს კინაღამ გამორჩა და ნამდვილად აი სტუდიოს ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ნამდვილად გულის ყურით და ბოლომდე იმუშავე. მე გითხრათ და ის მეგობრები შეგვისრულებენ უსნობის სათაურით სიმღერის ბოლოს დავასათაურებთ აუცილებლად. მაშინ გთხოვთ. დიდი სიამოვნებით. დაიხმარო ჯონი. ოპა. დამოკიდებული ვარ პატარა გოგოზე და მე ველოდებით უკვე კონცერტს აუცილებლად სადაც მოკისმენ. ერთის წყალობით ყველაფერი მაგრად იქნება და მანამდე ჩვენ ეთერში. კი, აბა გთხოვთ. ისევ ამოამზე ნუ მიატოვებ შენ თავს და ნუ ეძებ სხვებს ნუ გეშინია არა ხარ მარტო შენ ნუ გეშინია ისევ ამოამზე შეიძლება ამაღამ მოვკვდე და სიკვდილის წინ შევეღარ გნახო ქარების დღეა ქრიან ფოთლები და იმედებიც ახლოს არიან ეხლა არ ვიცი რას ველოდები ეხლა არ ვიცი რა მიხარია ქარების დღეა ქრიან ფოთლები და იმედებიც ახლოს არიან ვიცი რას ველოდები ეხლა არ ვიცი რა მიხარია დღეს ყველაფერი კარგად იქნება დღეს კარგად ყოფნა გარდუვალია ეხლა არ ვიცი რას ველოდები ეხლა არ ვიცი რა მიხარია როცა გეძინათ ყველას ახლა გული მაქვს ისე რომ ამ გამზევებით ფეთქავს მსეო ამოდი ამოდი ნუ ეფარები გორასა სიცივეს კაცი მოუკლავს საწყალი აგერ გორავსა
ისევ ამოამზე ნუ გეშინია არ ახარ მარტო შენ გემშვიდობები და სათაური არის ნუ გეშინია ნუ გეშინია ხო ჯეროდეს მზის და ჩვენი შუა დღის. ჩვენ რა გვიხარია, ვიცით, ძალიან გვიხარია, რომ ჩვენთან ერთად იყავით დღეს და დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ძალიან მიყვარხარ და ძალიან ბედნიერი იყავით და წარმატებული. ბენს უღრმესი მადლობა და გელოდებით. ნუ გეშინია. ბევრი მუსიკალური პრემიერები. ნუ გეშინიათ გელოდეს მზის და ჯდესის შუა დღის. ჩვენ ცოტა ასევე დაგველოდეთ და რეკლამის შემდეგ მისი უდიდებულესობა ოსკარი და მასთან დაკავშირებული ამბები დაგველოდეთ.